მე ზურაბ შევარდნაძე ვარ, მე ბაღი. საუზმემდე აუცილებლად ჩემი თანამშრომლების მოსვლამდე მე ბაღს შემოვივლი და გადავხედავს რას წყალი აკლია, რას მზე აწუხებს, რას ჭრილი აწუხებს. დილით ასე იწყება ჩემი დღე. ხელ ამბიციები რაც ახლა ხდება, არასდროს არ მქონია. სულ მინდოდა რომ მქონოდა პატარა ბაღი, პატარა სახლი, ასეც დაიწყო აქაურობა ხომ არასდროს არ ყოფილა, პატარა იყოს, აი ამ ხელა იყოს სულ და პატარა სახლი აქ ცხოვრობდნენ 7 წელი ამ სახლში ვიცხოვრე. არ ვიცი, თავისი გამოვიდა. მე ჩემი სოფლიდან წამოვიღე ბაბუაჩემის გახარებული ბლის ხედა, მისი დამკნობილი და ის დავდგი პირველი რაც დავდგი. ჩვეულებრივი უბრალო ფინური ჯიხური დავდგი, სანამ სახლის აშენების შესაძლებლობა მექნებოდა და როგორც კი მოვალამაზე ტერასა მოვაწყვე მაგიდა დავდგი, იმ წუთას გაჩნდნენ ჩემი მეგობრები და სტუმრები. მებაღეობა ჩემთვის არის პროფესიაც, ჰობიც, საყვარელი საქმეც, ცხოვრების წესიც. მე სხვა არაფრის კეთება არ ვიცი. ეს არის რასაც ვაკეთებ, ეს არის. მე სხვა არაფერი არ ვიცი, ეს ვიცი მარტო. მე სხვანაირად არც ერთი დღე არ მიცხოვრია. მთელი ჩემი ცხოვრება ვარ ყვავილებთან, მცენარეებთან. ამიტომ სხვანაირად ცხოვრება მე არ ვიცი. ამიტომ არ შემიძლია შევადარო სხვანაირი ცხოვრება როგორია და ეს როგორია. მე მარტო ეს ვიცი, სხვა არაფერი არ ვიცი. ყოველი ჩემთან მოსული სტუმარი ჩემი შრომის აღიარება, ჩემი შრომის დაფასება, პატივისცემა, საერთოდ რომ არაფერი არ მითხრას, მოვიდეს და ისე წავიდეს, მე საერთოდ ჩემთან არ გქონდეს ურთიერთობა და არც ერთი სიტყვა რომ არ მითხრას, მე მაინც ამას ვთვლი დიდ პატივისცემად, როცა ადამიანი მოდის შენთან. იცი რა, ჩვენთან ხანძარი მოხდა ერთხელ, გაზის მილები გახავდათ და იყო ხანძარი და აი მაშინ ბევრი რამე დაგვეწვა თან. საწყობი დაგვეწვა ჩვენ პლასტმასის ქოთნების საწყობი, მთელი მარაგები იქ ჰქონდა შენახული. აი მაშინ მივხვდი რომ შეიძლება შენი ნაშრომი, ნაფიქრალი, ნაზრუნი, ბაღი, მცენარეები და ყველაფერი ერთ წუთში განადგურდეს. აი მაშინ ძალიან დიდი რამეები გადავაფასე. ჩემთვის ყველა მცენარეს, ყველას არა, ბევრ მცენარეს აქვს რაღაცა ისტორია. ან ჩემთვის ძვირფას ადამიანს უკავშირდება, ან მისი ნაჩუქარი, ან მისი დარგულია. მე მყავს მასწავლებელი, ძალიან საყვარელი ჩემთვის ძვირფასი ადამიანი ჟუჟუნა ავალიშვილი და იმისი მოტანილი და დარგული მცენარეები ჩემთვის ძვირფასია. აქ ვზივარ ახლა სიამოვნებით, რომ აქედან ყველაფერი ჩანს, მოსული სტუმარი ჩანს, წასული ჩანს, ბევრი რამე ჩანს აქედან და ჭრბილია, მოუყუდროებულია, წყალი ახლოს მაქვს. აქ ხშირად ვზივარ ხოლმე. თქვენს ადგილას წარმომიდგენია ხშირად. ცუდი ჟურნალისტი რომ შემხვედრია, ცუდად გაკეთებული სიუჟეტი, მიფიქრია რომ ნეტავ ყოფილიყავი იმ მხარეს, რა კარგად გადავიღებდი. აი ეგ წარმომიდგენია. მე მგონია რომ ეგ გამომივიდოდა. კარგ სიუჟეტებს გავაკეთებდი, მიმოგზაურებდი ბევრს და კარგ ამბებს ჩამოვიტანდი. ვისი ხარ, ველის ყვავილო, ვის საპატარძლო ირთვები. რას ბჭობენ, რას თათბირობენ, სით გამზითვებენ ნისლები. ანდა რა მზითვის ჭირდება, ვისაც შენ სასძლო იქნები. ბეთქრული რაღაც გინდივარ, მე რაღაც დამეკითხები. ხომ ხედავ როგორ მშვიდი ვარ, ხვალ უფრო მშვიდი ვიქნები. ნეტავ მას ველის ყვავილო, ვის სარძლო დადაც ირთვები.